აღმოაჩინე ამერიკული ოცნება თავიდან. ამერიკული ოცნება, როგორც ჩანს, ქრება. ამერიკის შემნახველი განათლების საბჭოს მიხედვით, ამერიკელი თანამშრომლების 57%-ს აქვს დანაზოგი $25,000-ზე ნაკლები. ამავდროულად, პენსიონერთა ამერიკული ასოციაციის კვლევის თანახმად, ბეიბი ბრაუმერის საშუალო ფინანსური აქტივები $1,000-ზე ნაკლებია. სათხარ შენ ამ ყველაფერში? გაგვსვალი? ცხოვრობ ხელფასიდან ხელფასამდე, ვერ ახერხებ დანაზოგის გაკეთებას რთული დღეებისთვის? დევიდ ბახის მიდგომა შეცვლის შენს ფინანსურ ცხოვრებას, თუ მიჰყვები მას. ამერიკული ოცნება ხელმისაწვდომია თუ აღმოაჩენ მის ფარულ ფორმულას. ავტომატური მილიონერის გზა ეს არის ნელი, მაგრამ მტკიცე სვლის გზა სიმდიდრისაკენ. სტაბილურად და თანდათან იზრდება სიმდიდრე მთელი ცხოვრების განმავლობაში. ავტომატური მილიონერების მოგზაურობის შესწავლით შეგიძლია გაარკვიო გზა, რომ გახდე ერთ-ერთი მათგანი. დევიდ ბახი გვთავაზობს 7 ძირითად პრინციპს. ესენია: პირველი, შეგიძლია გამდიდრდე, მიუხედავად იმისა, ბევრს შოულობ თუ არა. მეორე, დისციპლინა სავალდებულო არ არის ავტომატური მილიონერის გზაზე. მესამე, შეგიძლია გამდიდრდე როგორც დასაქმებული. მეოთხე, შეგიძლია გამოიყენო ლატეს ფაქტორი, რათა სიმდიდრე დააგროვო დღეში რამდენიმე $-ითაც კი. მეხუთე, ჯერ საკუთარ თავს გადაუხადე. მეექვსე, იყიდე სახლი ნაცვლად იმისა, რომ იქირაო. მეშვიდე, შექმენი ავტომატიზებული სისტემა, რომელიც დაგიცავს წარუმატებლობისგან. შეიცანი ერთი მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება. მნიშვნელოვანია არა ის, რამდენს შოულობ, არამედ რამდენს ხარჯავ. დევიდ ბახი. ფინანსური წარმატების მთავარი სტრატეგიაა ფინანსების ავტომატიზაცია. როცა ყველა ფინანსური საკითხი წინასწარ, სისტემურად არის მოწყობილი. ამ გზით აღარ დაგჭირდება ფულის გამო ნერვიულობა. როცა ვწყვეტთ ფულზე დარდს, ვიწყებთ ცხოვრებას სრულად. ხელფასის ავტომატურ სიმდიდრედ გარდაქმნა. დევიდ ბახი პირველად ავტომატურ მილიონერს ზრდასრულთა საგანმანათლებლო პროგრამაზე შეხვდა, სადაც ინვესტირების კურსს ასწავლიდა. ვენდრი ჯიმ და სიუ მაკინტაირებმა დევიდ ბახს ფინანსური რჩევისთვის მიმართეს, რადგან გადაწყვიტეს, რომ ჯიმი 52 წლის ასაკში პენსიაზე გავიდოდა. ბახი ამ გადაწყვეტილებამ გააოცა და სურდა, ისინი ამ არჩევანისგან დაეცვა. მაგრამ, როდესაც მათი ფინანსური ანგარიშები ნახა, მათ გადაწყვეტილებას დაეთანხმა. მაკინტაირებს ჰქონდათ $2 მილიონი წმინდა ქონება. გარდა ამისა, მათი მეორე სახლი უზრუნველყოფდა გარანტირებულ $26,000 ყოველწლიურად. სხვა ინვესტიციები იძლეოდა დივიდენდებს და მათ არ ჰქონდათ არანაირი ვალი. მათ ეს ფული მემკვიდრეობით არ მიუღიათ. ის, რაც მათ მიიღეს, იყო ცოდნა. ისინი ცხოვრობდნენ უბანში, სადაც ფულის მიმართ გონივრული მიდგომა იყო გავრცელებული. მთავარი გაკვეთილი, რაც მათ მიიღეს, იყო შემდეგი. არსებობს განსხვავება დიდრად გამოჩენასა და მდიდრად ყოფნას შორის. თანამედროვე საზოგადოება გვკარნახობს ცხოვრების სტანდარტს, რომლის მიღწევაც ბევრისთვის შეუძლებელია. სოციალური მედიისა და რეკლამების გავლენით ადამიანები ცდილობენ გამოიყურებოდნენ დიდრულად, ამას კი სესხებით, ვალებით, კრედიტებით აკეთებენ. საბოლოოდ კი მთელი ცხოვრება უწევთ შრომა ამ ვალების დასაფარად. როდესაც ადამიანები იღებენ ხელფასს, მათი პირველი ინსტინქტია გადაიხადონ გადასახადები და თუ რაიმე თანხა რჩებათ, შესაძლოა ცოტა გადადონ დანაზოგისთვის. ავტომატური მილიონერები კი გადასახადების გადახდამდე პირველ რიგში საკუთარ თავს უხდიან. ანუ ზოგავენ ინვესტირებას აკეთებენ. რასაც ვერ ხედავ, იმას ვერ დახარჯავ. განსაზღვრეთ თქვენი შემოსავლის პროცენტი, რომლის დაზოგვაც გსურთ და შექმნით სისტემა, რომელიც ამ პროცენტს ავტომატურად ჩამოგაჭრით, სანამ ხელფასს საერთოდ დაინახავდეთ. გააკეთეთ ინვესტიცია სახლში და პრიორიტეტად დაისახეთ მისი იპოთეკის სწრაფად დაფარვა. საკუთარი სახლის ფლობა შეუდარებელ თავისუფლებასა და უსაფრთხოებას გთავაზობთ. შემდეგ დააკვირდით წვრილმან ხარჯებს, სიგარეტი, ტკბილეული და სხვა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ხარჯები გროვდება. ნუ იყიდით ნივთებს კრედიტით. თუ საკრედიტო ბარათის გამოყენება გიწევთ, დაფარეთ ვალი იმავე თვეში. დააკვირდით თქვენს ლატეს ფაქტორს. ეს არის ის ძვირადღირებული წვრილმანები, როგორიცაა ყავა ან სიგარეტი, რაშიც ფულს ხარჯავთ, ნაცვლად იმისა, რომ მისი ინვესტირება მოახდინოთ. ავტომატური მილიონერების ყველაზე მნიშვნელოვანი საიდუმლო ისაა, რომ მათ არ სჭირდებათ ნებისყოფა ან დისციპლინა სისტემის ასამუშავებლად. რაც თქვენ უნდა გააკეთოთ, არის სისტემის ავტომატიზაცია.
როდესაც ის რისი გაკეთებაც გმართებთ, ავტომატურად ხდება, ნებისყოფა საჭირო აღარ არის. ხელფასიდან ავტომატური ჩამოჭრა ქმნის სიმდიდრის მიღწევის ავტომატურ სისტემას. ხელფასიდან დაკავებით, თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ თავის საკუთარი თავისგან. მომდევნო თავები ეხება იმას, თუ როგორ დააგროვოთ სიმდიდრე ნელა და სტაბილურად რომ გახდეთ ავტომატური მილიონერი. ყოველი თეთრი მნიშვნელოვანია. ადამიანების უმეტესობისთვის, რაც მეც გამოვიმუშავებთ, მით მეც ვხარჯავთ. ასეთი აზროვნება გაგცევთ ვირთხების რბოლის მონაწილედ. მუდმივად მუშაობ, რომ მეტი ფული იშოვო, რათა დახარჯო ისეთ ნივთებზე, რომლებიც სინამდვილეში არ გჭირდება. ბევრ ამერიკელს იმიტომ აქვს ასე ცოტა, რომ გამომუშავებულის უდიდეს ნაწილს წვრილმანებში ხარჯავენ. თუმცა, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ეს სცენარი თქვენი ლატეს ფაქტორის განსაზღვრით. რომელია ის ერთი შეხედვით უმნიშვნელო ხარჯები, რომლებიც სოლიდურ თანხად გროვდება? თუ დღეში $20 ინვესტიციას განახორციელებთ და 10%-იან წლიურ უკუგებას მიიღებთ, 5 წელიწადში $46,462 გექნებათ. სიმდიდრის დაგროვება დაზოგვისა და ინვესტირების რეჟიმისადმი მტკიცე ერთგულების შედეგია. ამ ერთგულების ავტომატიზაცია შეგიძლია, რათა თავი აარიდოთ ნებისყოფის გამოყენების აუცილებლობას. მაგრამ ადამიანები ხშირად პოულობენ მიზეზებს, რომ არ დაიწყონ დანაზოგი, საყვარელი მიზეზებია. ინფლაცია. შეუძლებელია მაღალი უკუგება, არ მაქვს საკმარისი კაპიტალი. ვერ ვაკეთებ ავტომატურ გადარიცხვებს, ისედაც ეკონომიურად ვცხოვრობ. მაგრამ რეალურად ეს მიზეზები მხოლოდ თავის მართლებაა. რთული პროცენტის სასწაული ავტომატური მილიონერის სიმდიდრის დაგროვების მძლავრი ინსტრუმენტია. დევიდ ბახი. გამოწვევა, გამოუცხადე საკუთარ თავს და აღმოაჩინე, რამდენ ფულს ხარჯავ ისეთ ნივთებზე, რაც ნამდვილად არ გჭირდება. შექმენით ცხრილი, 3 სვეტით, პირველი რა იყიდეთ, მეორე რა დახარჯეთ და მესამე შეფასება იმისა, იყო თუ არა ეს ფუჭად დახარჯული ფული. სვეტების თავზე ჩაწერეთ დღე და თარიღი. თვის ბოლოს შეაფასეთ იმ ნივთების ჯამური ღირებულება, რომლებიც ფულის ფუჭ ხარჯვად მიიჩნიეთ. შედეგი თქვენი ლატეს ფაქტორია. გადაწყვიტეთ, აღმოფხრათ ფუჭად დახარჯული ფული თქვენი სიიდან და ნაცვლად ამისა, დაიწყეთ ამ თანხების დაზოგვა. იცოდით თუ არა, დევიდ ბახის თანახმად, დღეში ერთი ლატე წელიწადში $1260 უდრის, ხოლო დღეში ერთი კოლოფი სიგარეტი წელიწადში $2520 უდრის. დიდრები პირველ რიგში საკუთარ თავს უხდიან. მას შემდეგ, რაც განსაზღვრავ საკუთარ ლატეს ფაქტორს, ხვდები საკმარისად შოულობ იმისთვის, რომ დანაზოგიც გქონდეს და ინვესტიციაც გააკეთო. მაგრამ აქ ჩნდება კიდევ ერთი პრობლემა. ადამიანების უმეტესობას ჯერა, რომ ბიუჯეტირება მეტი ფულის ქონის გზაა. ეს მცდარი წარმოდგენა საზოგადოებისგან გვერგო. ბიუჯეტირება იშვიათად მუშაობს, რადგან ის დიდ ნებისყოფას მოითხოვს. სიმდიდრის მიღწევა კი ერთ მარტივ პრინციპს ემყარება, ჯერ საკუთარ თავს გადაუხადე. ხალხის უმეტესობა ფულს ჯერ სხვებზე ხარჯავს, გადასახადებზე, ანგარიშებზე, ვალებზე მინუს და თუ რამე დარჩათ, მერე იწყებენ საკუთარ თავზე ფიქრს. ავტომატური მილიონერები კი ამ მიდგომას პირიქით იყენებენ. ჯერ საკუთარ თავს უხდიან და ისიც ავტომატურად. იცოდი. მთავრობა ამ სტრატეგიას 1953 წლიდან იყენებს. მანამდე მოქალაქეები გადასახადებს წელიწადში ერთხელ, გაზაფხულზე იხდიდნენ. მაგრამ ბევრი ვერ ახერხებდა ფულის გადანახვას ამ დღისთვის. მთავრობამ კი თქვა: მოდი, ჯერ ჩვენ გადაგვიხადეთ, ხელფასიდან ავტომატურად. შენც შეგიძლია ამ სტრატეგიის გამოყენება. დაიწყე საკუთარ თავზე გადახდა ავტომატურად. ამის ერთ-ერთი გზა არის საგადასახადო შეღავათიანი საპენსიო ანგარიშის შექმნა, როგორიცაა. წინასწარი საპენსიო გადახდის გეგმების მაგალითებია 401K ან 403 BIN გეგმები, IRK და SEP. IRK-T ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში გავრცელებული საპენსიო ანგარიშების ტიპებია. როგორ უნდა გაიგო, რამდენი გადაუხადო საკუთარ თავს? მოდით ვნახოთ. თუ საათში $25 მუშაობ და წინა კვირაში $50 გადადე, ეს ნიშნავს, რომ 2 საათი იმუშავე საკუთარი მომავლისთვის. ბევრი მთელ დღეს სხვებისთვის შრომაში ატარებს. მაგრამ სჯობს იკითხო, დღეში რამდენი საათი მინდა დაუთმო ჩემს მომავალს? გადააქციე ჩვევად PAYC
ყოველი დღე დაიწყე 1 საათით პირად განვითარებაზე მუშაობით. შემოსავლის მინიმუმ 10% გადარიცხე შენ საპენსიო ანგარიშზე ეიმს როგორც შენთვის გადახდა. და ყველაფერი ავტომატურ რეჟიმში მოაწყე. დაწერე რომ ამას გააკეთებ. მაგალითად, თუ 2 კვირაში ერთხელ საკუთარ თავს $200 გადაუხდი, 35 წლის შემდეგ დაგიგროვდება. 1,678,293 დოლარი. თუ 10% მეტისმეტად გეჩვენება, დაიწყე სხვა, შენთვის მისაღები მაჩვენებლით. აი, როგორ გამოიყურება სხვადასხვა დონე. თუ თქვენი ერთობლივი შემოსავლის 5-დან 10%-მდე ზოგავთ, ეს საშუალო კლასში გაყენებთ. მაღალი საშუალო კლასისთვის საკუთარ თავს თქვენი ერთობლივი შემოსავლის 10-დან 15%-მდე უნდა გადაუხადოთ. თქვენი ერთობლივი შემოსავლის 15%-დან 20%-მდე დაზოგვა მდიდართა კატეგორიაში გაყენებთ. ისინი, ვინც საკუთარ თავს თავიანთი ერთობლივი შემოსავლის მინიმუმ 20%-ს უხდიან, საკმარისად მდიდრები იქნებიან, რომ ადრე გავიდნენ პენსიაზე. მას შემდეგ, რაც გადაწყვეტ, პრიორიტეტი მიანიჭო შენს დანაზოგს, უნდა განსაზღვრო რა მეთოდით და სად წავა ეს ფული. სტაბილური დანაზოგი, მკვეთრი ზრდა. ავტომატური მილიონერები თავიანთ ფინანსურ წარმატებას აშენებენ სისტემაზე, სადაც პირველ რიგში საკუთარ თავს უხდიან ავტომატურად. ისინი იწყებენ დაახლოებით 4%-ით და დროთა განმავლობაში ზრდიან თავიანთ სასურველ პროცენტამდე. შენ შეგიძლია დაიწყოთ 1%-ითაც თუ ფიქრობთ, რომ 10% ძალიან ბევრია გადასადებად. მთავარია, იწყებ პატარა პროცენტით და თანდათან ეჩვევი უფრო მეტის გადადებას. თვითმმართველი საპენსიო ანგარიში გაძლევს საშუალებას შენივე ფული გადადო მომავალში გადასახადის გარეშე. ყველაზე პოპულარული არჩევანია 401k, ხოლო არაკომერციულ ორგანიზაციებში მომუშავეებისთვის 403b. იცოდი, სანამ ხელფასს აიღებ, სახელმწიფო შენი შემოსავლის დაახლოებით 30%-ს უკვე იღებს. მაგრამ როცა გადასახადამდე აკავებ შენს დანაზოგს საპენსიო ანგარიშზე, ამ ფულს გადასახადებიც ვეღარ ეხება. ეს ნიშნავს, რომ შენ შეგიძლია თითქმის გააორმაგო შენი ნამდვილი დანაზოგი. დღეს უკვე ბევრი კომპანია ავტომატურად აღრიცხავს თანამშრომლებს 401k-ში. შეამოწმე, შენს კომპანიაში ასეთი სისტემა მოქმედებს თუ არა. თუ კი, ალბათ შენს სახელზე რეგისტრირებულია სტანდარტული 4%-ზე ნაკლები დანაზოგი. გადახედე ამ მაჩვენებელს და გაზარდე იგი. კვლევები აჩვენებს, რომ ბიზნესები, რომლებიც ნერგავენ ავტომატურ ჩართვასა და შენატანის ავტომატური ზრდის ფუნქციებს, თავიანთი თანამშრომლების დაზოგვის განაკვეთების სამმაგ ზრდას აფიქსირებენ. როცა ავსებ ანგარიშის რეგისტრაციის ფორმას, აირჩიე შენთვის მისაღები პროცენტი. მაგალითად, თუ დღეს შეგიძლია 10%-ის გადადება, ფორმაში ჩაწერე 12%. გააკეთე ცოტა მეტი, ვიდრე გგონია, რომ შეგიძლია. იდეალური ვარიანტია მაქსიმალური ლიმიტის გამოყენება, ანუ ყოველწლიურად იმდენის გადარიცხვა, რამდენიც კანონით შეგიძლია. 20-24 წლის მონაცემებით, 50 წლამდე, მაქსიმუმ $18,000, 50 წელს ზემოთ, მაქსიმუმ $24,000. შეამოწმეთ ეს მაქსიმუმები ყოველი წლის იანვარში, რათა სრულად ისარგებლოთ ნებისმიერი ზრდით. ყველაზე დიდი საინვესტიციო შეცდომები, რაც შეგიძლიათ დაუშვათ, არის თქვენი გეგმის გამოუყენებლობა და მაქსიმალური შენატანის არ გაკეთება. რთული პროცენტის ჯადოქრობას შეუძლია მოგზალებული, მაგრამ სტაბილური დანაზოგი მნიშვნელოვან სიმდიდრედ აქციოს. მაგალითად, თუ თვეში $100 ინახავ და წლიურად 6%-ს იღებ, 40 წელიწადში დაგიგროვდება $200,145. წლიური 12%-ის შემთხვევაში უკუგება არ ორმაგდება, ის დაახლოებით 25-ჯერ აღემატება თქვენს მთლიან შენატანს რთული პროცენტის ეფექტის გამო. დასკვნა. ყველას, ვისაც შემოსავალი აქვს, გააჩნია პოტენციალი, გახდეს ავტომატური მილიონერი, ჩაერთეთ სამსახურის საპენსიო ანგარიში, მაგალითად 401k, თუ ასეთი არ არსებობს, გახსენით IRA. თუ თვით დასაქმებული ხართ, გამოიყენეთ SEP IRA. ან სოლო 401k. ღირს ყოველთვიურად მაქსიმალური დასაშვები თანხის შეტანა. როდესაც ანგარიშს გახსნით, მოახდინეთ მასზე გადარიცხვების ავტომატიზაცია. შეიძინეთ სახლი და დაფარეთ იპოთეკა ავტომატურად. ქირაობით ვერ გამდიდრდებით. თქვენ არ ხართ სიმდიდრის დაგროვების თამაშში, თუ რაიმე უძრავ ქონებას არ ფლობთ. სახლის ყიდვა შესანიშნავი ინვესტიცია, რადგან ის გაიძულებთ დაზოგვას, გაძლევთ ფინანსურ ბერკეტს, საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ სხვისი ფული, მაგალითად ბანკის სესხი,
გასამდიდრებლად, განიჭებთ საგადასახადო შეღავათებს და გაძლევთ საკუთრების ფლობის თვითდაჯერებულობას. ავტომატური მილიონერები იყენებენ ორკვირიან იპოთეკის გადახდის სისტემას. ეს ხერხი $1000 პროცენტს გიხსნით და იპოთეკას წლებს აკლებს. როცა სესხს იღებთ, დარწმუნდით, რომ ის მოგებაზე მუშაობს და არა ზარალზე. ნუ გამოიყენებთ საკრედიტო ბარათს არასაჭირო ხარჯებისთვის. სადეთ ეს, არ გჭირდებათ იყოთ მდიდარი, რომ ინვესტირება ან დაზოგვა დაიწყოთ, მაგრამ მდიდარი რომ გახდეთ, დაზოგვა გჭირდებათ. ყველაფერი იწყება ლატეს ფაქტორით. გამოთვალეთ თქვენი ლატეს ფაქტორი ერთი დღის ყველა ხარჯის თვალყურის დევნებით. შეაფასეთ თუ რომელი ხარჯებია ფუჭი. დაინახავთ, რამდენის დაზოგვა შეგიძლიათ, თუ შეამცირებთ წვრილ მანებს, რომლებიც თქვენს ფულს ხარჯავს.